ფსიქოლოგია რა არის? არა დამატებით ძალიან მაღალ დონეზეა, ანუ ელემენტარული რაღაცა აიღერო, ესეთი კლასიკური ბატონყმობა საქართველოში არ იყო რუსთაველიდან დაწყებული გვეუბნებიან ამ ყველაფერს, ხო? კლასიკური ბატონყმობა არ იყო პატრონი და ხმა, ანუ ეს სკოლაში გაგვივლია ყველას, ხო? ეს არის ღირსების ძირითადობა დევს. რამდენად შეურაცხყოფილია დღეს ღირსება და მე ამას რამდენად ნორმალური იყო ხალხის წასხმა და იმაში გაცვლა ბარტერში გაცვლა ამბულში არა ამასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული რაღაცეები მოხდა მე საქართველოში რომ არ იყო ნორმალური და ვერ აიტანა ეს ქართული ცოტა გავსით კომპეტენციას ისევე ბოდიში და ესევე მიასხამდნენ მე კომპეტენციაზე პრეტენზია არ მეკითხები დავსვი ფსიქოლოგთან ახლა არა ნუ მე ფსიქოლოგი ერთი მომენტი სოციალური საკითხები არის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი და უხსნადი. არა, მე ერთი რამე მაინტერესებს. ადამიანისთვის არის თუ არა აუცილებელი დემოკრატიული გარემო იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. რა თქმა უნდა, არის აუცილებელი. დემოკრატიული გარემო თუ იმისთვის, რომ თავისუფლება, პიროვნული თავისუფლება. თავისუფლება რა არის? თავისუფლებაც არის რაღაცა დოზით, ხო? აი, არის ანარქიული თავისუფლება, რომელიც ჩვენ გქონდა მაგალითად მხედრიობის დროს. ხო? ვისაც უნდა იერარქიის ირაკლებში, ვისაც უნდა ეს გქონდა, ხო? ნუ იქიდან აგვა, იმიტომ აგვაქვს ჩვენ არჩეული ევროპული ვარიანტი და იმიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ ორიენტირებული ვართ ევროპაზე. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ საზოგადოებაზე, სადაც თითოეული ადამიანი არის მეტნაკლებად საზოგადოების წევრი და დაცულია თანაბრობის პრინციპი იმაში, რომ სამართალი არსებობს ყველასთვის ერთი, არჩევანის უფლება აქვს ყველას მეტნაკლებად თანაბარი, რა თქმა უნდა, კანონით თანაბარი ხა. მე იქ არის რაღაცა ქონებრივი გადანაწილება, იქ ვიღაცას უფრო ლამაზი ეს აქ რა ქვია, ცხვირპირი და ამიტომ უფრო მეტი შანსი აქვს, რომ სადღაც წარმატებას მიაღწიოს და შემდეგ, ხო? ადამიანები არ ვარ თანაბრები, მაგრამ კანონის გარემო ამ თანაბრობას ქმნის, ხო? რაღაცა ხო? უნდა ქმნიდეს, მაგის ქმნიდეს, ხო? ეხლა რაც შეეხება დემოკრატიული განვითარება, რომელი უფრო მნიშვნელოვანი დემოკრატია თუ ვთქვათ, ჯერ ქვეყნის კეთილდღეობა და კეთილდღეობას ვინ მიაღწია? აი დაუშვათ, კარგი. მოვიდნენ ესე დემოკრატია. არა, კეთილდღეობა ისევ საუდის არაბეთს მოგიტან მაშინ მაგალითად. არა, იხო ხო, მე არ ვიცი საუდის არაბეთში, ჩვენ მაყოფილია მოსახლეობად, მაშინ ესე შექმნიათ. არ არის თვითმიზანი დემოკრატია, დემოკრატია გზა. მეთოდია და არა თვითმიზანი. ჩემ თვითმიზანი დემოკრატია არ არის, მაგრამ აქ რა მოხდა? სინამდვილეში, რასაც ჩვენ ვებრძვით, მარტო ის კი არა, რომ მე აუცილებლად დემოკრატია მინდა, ან აუცილებლად ჩვენ ხუთი მე ფაქტურად მაკითხოსო რა, უნდა ქართულ საზოგადოებას დემოკრატია? უნდა. რითი ჩანს რა მაჩვენებლებია? მე გეწყვი რითი ჩანს, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება გამოდის და არჩევნებში რეგულარულად იღებს მონაწილეობას. თუ არ უნდა დემოკრატია, მოგაგდებდა არჩევანს და სულ არ მიიღებდა იმაში, რა ქვია, აღარ მიიღებდა სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობას. დემოკრატია უნდა ახლა ქუჩაში გამოდის და პროტესტს გამოთქვა. მარტივი რაღაცა მეზობელია დაუშვათ. ქუჩაში არ გამოვა. აზერბაიჯანში რაც მოხდა და რითიც აი დღეს რა საპროტესტებს ქართული საზოგადოება სოციალურ პრობლემებს მე შეამგონია რა, რომ თუმცა არც უმაგისობა ბუნებრივია, ეს არის ერთი კომპონენტი. აპროტესტებს ისების შელაფას, უსამართლობას, აპროტესტებს იმას, რომ რაღაცა სიტყვის თავისუფლებაა შეზღუდული, იმას, რომ არჩევანის თავისუფლება აქვს შეზღუდული და 1000 რამეს. ქართველი ადამიანისთვის, ქართველი კაცისთვის, მოდი ესე ვთქვათ, ყოველთვის ტრადიციულად ესე იყო, ხო? ღირსება იყო უმთავრესი. არ არსებობს რა, მაგალითი, ბოლო წლების მაგალითი. თუმცა მაგასაც ნუ გავაკეთეთ, უამრავი სხვა მაგალითებიც ყოფილა ჩვენ. არა, ნუ რა თქმა უნდა, ხა ბუნებრივია რაღაცა იქნება ყველა ადამიანი ინდივიდია და ინდივიდუალური ღირსების მომენტი იყო მაშინ, როდესაც თბილისის ომი იყო და ეს წესით შეხებოდა ქართულ ხალხს, ხო, დედაქალაქში რომ ომი მინდა. ხო, რატომღაც ეს ღირსება არ ჩანდა მაშინ. არა, რატომ ჩანდა რომ მოგვიანებით ჩანდა. მოგვიანებით და ძალიან მალე გამოსა. ომი მიდიოდა და ხალხი ამ დროს ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას. არა, ვიღაც შეიძლება ჩვეულებრივად აგრძელებდა, შეიძლება შეგვიძლია იმ ომში რომ მთელი ქვეყანა ჩართულიყო. არც უნდა ჩართულიყო, მაგრამ ვიღაცას წიოდა, ვიღაცა განიცდი და ვიღაცა დღემდე ამბობს, რომ ამის განსწორედ აი მომმა მოიტანა. ეს ამდენი წლის შემდეგ ის მომენტი არ ყოფილა, რომ არ ჩავერთოთ, იმიტომ რომ ეს დატა, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც გამოიწვია. არა, გიორგი, ის ომი იყო, მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოებისთვის ყოველ შემთხვევაში მოდი ასე ვიტყვი, მაშინ საზოგადოების ნაწილისთვის იმდენად მტკივნეული, რომ დღეს აი ამ ვითარებაში, როცა იყო ჩვენ საზოგადოებაში ამ დოზის პროტესტი, იმ ხალხმა, ვინც ქუჩაში იყო გამოსული, ამ რაღაცა სამოქალაქო დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავი შეიკავა, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ძალიან მწარე მაგალითი. იმ სამოქალაქო
ომიდან გამომდინარე. ანუ ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. შეიძლება იმ ომის დროს ვიღაცა კეიფობდა, ვიღაცა სადღაც მიფრინავდა დუბაიში, ან სადღაც მიდიოდა დასასვენებლად და ჩვენ ყველას გვახსოვს იმ თაობის ხალხი ვართ, რომ რაღაცა რეკლამები მიდიოდა ტურისტული სააგენტოების, თუნდაც მაშინ როცა აფხაზეთში ომი იყო. მაგრამ იმან თავისი კვალი ჩვენ საზოგადოებას დააჩნია. ეს კივილი რაღაცა დატოვა და შეიძლება უფრო ფრთხილებიც იმიტომ ვართ დღეს, რომ ძალიან ბევრი მწარე გაკვეთილი გქონდა. და ამიტომ ეს არ ხრება ესე უკვალო და ეს არ მიდის ესე უმტკივნეულოდ არ ხრება ჩვენი ცხოვრებიდან და შეიძლება ვიღაცა ესე იქნება, ვიღაცა ესე შეიძლება დღეს პროტესტი აქვს, ვიღაცას არა. ეს არ არის თემის სახეს. შენ რაც თქვი, რომ ის გოცირიძე გამოდიოდა მალევე, ხო, იქ სულ მალევე და ეს იყო ზიადის ხარდამჭერი, ხო, როგორც კი, ლიდერიას ვეთქვის. ანუ ეგ არის ის ღირსება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ მხარემ გაიმარჯვა, ასე ვთქვათ. თავიდან ბოლომდე არ გადაუჯეგია არავის ის მეორე მხარე. ნამდვილად. მე სხვა რამით დავიწყე. როგორც საუბრობთ ჩვენ იმას, რომ ქართულისთვის უმნიშვნელოვანესი არის ღირსება. სამწუხაროდ ქართულ ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს არ დამტკიცებულა. მაგრამ ეგ ძალიან ცოტა ხანს გრძელდებოდა და მაშინ ესეთ რამეს ვთქვათ, ხო, აი ჩვენ ხო ყველა ლაპარაკობთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის პრობლემა, ხო? აი ერთი წუთით რო წარმოვიდგინოთ, რომ შენ აი მოგეცა უფლება სეცისგან, რაღაცა ვიღაცის ჯადოსნური ჯოხი და ნატრის თვალი იპოვენ. და ის სურვილი ოღონდ უნდა ჩაიფიქრო არა შენი საკუთარი თავისთვის, არამედ შენი ქვეყნისთვის, რა. აი რა სინატრებდი, როგორ გადაწყვეტა სამ კონფლიქტისას. ყველამ რო ჩვენი ვარიანტი. აი როგორც არის რა, აი მიშა არის, რომელიც ასე არ მიდის ოპოზიცია, ამბავია რაღაცა. აი რა გინდა რომ მოხდეს და შეგისრულდება თქვა, ხო? აი რო აღმოჩნდეს რომ ამ სიტუაციას, აი ხა რეზოლე ამოცანა. ერთი წუთი რო ჩავფიქრო, არა მოგდა დავფიქრე. როგორ დავფიქრე, კარგი, ვინდა რომ მოხდეს. შეიძლება ეს იყოს ისტორიის უკან დაბრუნება? რომ მაგალითად თქვა რომ ეს რაღაცა არა. არა, აი აქედან გამოდის. ეხლანდელი და ხო. ეხლანდელი რა შეიძლება რომ მოხდეს. გაქრეს ეს ხელისუფლებას და ეს ოპოზიცია და საერთოდ სხვა ძალები მოვიდეს. ეს ამდენი ადამიანი გასწავლებს. გაქრეს არ ვიცი რა. მე ნატრის თვალი თუა ჩემი სურვილიცაა და ვამბობ, რომ ესენი გაქრეს. კი არ ვამბობ რომ მოკდნენ. უბრალოდ ეს ხალხი ვინც არის თავისი კარგით და თავისი ცუდით. ცხოვრებიდან კი არა. მაინც მუხრუჭია, მაინც კი ვითარდებით, მაგრამ მაინც მუხრუჭია. აი ეს ხალხი რო გავიდეს არავისაც არ გავაკეთებ. დემოკრატიულ, ნორმალურ, რაზედაც ვიკამათეთ ქვეყანაში ცხოვრება და აღდგენილი ტერიტორიები არ შეიძლება ესე უცებ ნატრის თვალი მქონდეს და დამიბრუნდეს ყველა ტერიტორია და ყავდეს კაი ხელისუფლება. რატო გააქრეს, რატო იწოლეს? არა, კი ბატონო, დაგიბრუნდეს ტერიტორია, რაც უკვე პირველი ეგ არის, ხო? არა, სხვა რამის კონფლიქტიდან გამოსავალს თავად. აი, როგორ მოხდა? აი, პოლიტიკური კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ტერიტორიის ვიწყებს ყველასობას და არ ვიწყებთ, რადგან ნატრის თვალი მქონდა, ვამბობ, რომ ყველაფერი უცებ დაალაგებული და აი როგორ რაციონალური გული ხო, რეალობა გქეს. არის მიხეილი თავისი გუნდით, არის ოპოზიცია, ეს რაც არის და აი აქედან გამოსავალი. იდეალური გამოსავალი რა არის თქვენი აზრით? ანუ რომ მოხდეს, აი იდეალური გამოსავალი. მე ვფიქრობ სააკაშვილი უნდა გადადგეს პირველ რიგში. დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად ევროკავშირის დამკვირვებლების თანამხედველობით და ჩატარდეს რეალურად თავისუფალი არჩევნები. და მაშინ რა განლაგებაც იქნება, ის განლაგება იყოს და მაგრამ იყოს შეთანხმება. როგორი განლაგებაც არ უნდა იყოს, ეს განლაგება უნდა მიიღოს თელმა საზოგადოებამ. ამას ვინატრებდი მაშინ. თუ სააკაშვილი როგორც ამბობს ახლა რომ აქვს 65%, ხო? და რეალურად ჩატარდა, ანუ არ არის მიშა რო გადადგება ეს ნიშნავს რომ ის ხელისუფლებაც თამაშგარე მდგომარეობაშია, რაღაც დროებით კომიტეტი იქნება რომელიც მართავს ქვეყანას ხო მაგალითად. იქიდან სხვადასხვა წარმომადგენლებისგან და ტარდება არჩევნები. აბსოლუტურად თავისუფალი სხვათა შორის ესეთი არჩევნები ჩატარდა პირველი არჩევნები როცა იყო კომუნისტები რომ მონაწილეობდნენ. საქართველოში. რომელიც წელი იყო 90 წელს და 92 წლის არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს რომ მეტნაკლებად კი იყო სხვათა შორის მაინც ცალთაბად და სხვათა შორის იქ სხვა პრინციპით იყო ჩატარებული, იქ იყო დაყოფილი, არ იყო ერთიანი საარჩევნო სიები არ იყო. დაუნთორო. და ჩატარდება ეს არჩევნები. თუ ამ არჩევნებში აღმოჩნდა რომ ამ განლაგებაში სააკაშვილის მომხრეებმა, ანუ ის პარტია რა თქმა უნდა დარჩება, სააკაშვილი გადადგება, მისი გუნდი დატოვებს ხელისუფლებას, ეს არ ნიშნავს რომ პარტია წავა. თუ 75% მიიღო სააკაშვილმა, მაშინ ეს ნიშნავს რომ მოსახლეობის 75% სააკაშვილს უჭერს ხარს. მაშინ
სიტუაცია ითხოვს იმას, რომ სააკაშვილი ოღონდ თუ პატიოსნად მიიღო, ხო? თუ მიიღო პატიოსნად. მაშინ ისევ ის დარჩება ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ეს არის სამართლიანობა და ეს არის დემოკრატია, უმრავლესობა იგებს. თუ და მაშინ ის დაუშვათ